დანილოს დედას შევეცინე, კაროჩე. ეგ არის ყალე. ეგ არის, აი, კაროჩე, მაგტიპა, არ ვიცი მე, ანუ ეგ ვინც ფეხბურთზე შეიყვანა, კაროჩე, იმის დედას შევეცი რა. ნუ ბიჭო, ეხლა გავიგე რომ იმან ბაჯომ წაგაგებინა მსოფლიო ჩემპიონატი შეჭემა. აი დანილო შეიძლება ორ მუნდიალზე გაგაგდოს. და გაგდებდა იაპონიასთან შეჭემა. კიდე ანუ იაპონიასთან ყველაფერი იქნა რომ მეორე ფინალში ვერ გასულიყო. აზიურ გუნდთან მაინც გავარდებოდით. ეგ მაინც ყოფილიყო. ეგ ვინ არის ჩემი იმენა? ზენიტის ისინი ჯობიან შეჭემა. რუსეთში მოთამაშე ტიპებითო. აუ რა იდიოტია ტიპი იმენა. კარიერა აქვს ჩახედავ შეჩემა ისე სოფლიო ჩემპიონატები რეალი და იუვენტუსი და რა თან კარგი ზენიტში რო იყვნენ ეგ გუნდები მაშინ თამაშობდა. ფუ რა იდიოტია იმენა. მაგას 4 ისეთი რეალური საგოლე საგოლემენტი არა ხო მე მაგიტო ხა ეს ენდრიკი კაროჩე ნუ პატარაა ძალიან გავიგე და მართლა იმიტომ მოხვდა მანდ რო ლიონში კაი ნახევარი სეზონი ქონდა ვინ წაიყვანდა ეხა მაგას და ნეიმარი შეჩემ რა ტანზეა ვაფშე სახეზე უკვე ნალოთავობის სახე ქონდა ეხა ნალოთავობის სახესთან კარგად ვარჩევ მე იმიტომ რომ მაგ ეგ ადამიანთან შეხება და სახეზე დაბოტოქსებული სახე ქონდა აიტანე გოლი 100 იმაში ბიჭო ის კაი იყო მიარტყა ვიღაცას ნევრე მოეშე კაი იყო მაგრამ ბიჭო რამდენია კაცმა არცის დარჩენილი ბოლო წამებია დაუწყო გაჭიმო მაგ დროს ბურთის წამოღებაზე მეტად ან რამეზე უნდა ფიქრობდე აიდგა და რაღაცა შეჩემო TikTok-ების ჩაწერა დაიწყო რომ მივიდა და მე არო ეთესლავა ის კი არა ჩვენო ბრაზილია ხო ის იყო რამდენსაც გვინდა გავიტანო მეო შენო ვაფშე აი ნუ არ გაუმართლა ბრაზილიას მაგრამ ნუ ბრაზილია როცა ხარ მეტი მოგეთხოვება მაინც აი ამ გოლის დედა შევეცი მე ბოროვსკის პასის არგენტინას რო გაუტანა კლოზზე 2006-ში კლოზის გოლები გადის ახლა სედანდაზე ხო ნუ ეს სანტოსები და ისინი რამდენი სანტოს შეიძლება იყოს კიდე იმაში გუნჩი და გაბრიელი ყველა ფეხბურთელი არის კარგი ფეხბურთელი ყველა მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა ფეხბურთელი არის კარგი უბრალოდ უნდა მოხვდეს თავის სასურველ სიტუაციაში გაბრიელი მარკინიოსი იქნება თუ მოხვდება კარგ სისტემაში იქნებიან კარგები გაბრიელის ყველაზე მაგარი მცველობა მე გუშინ ჰოლანდთან მიმართებით ვერ დავინახე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მაგარი მცველობა, იმიტომ რომ აწამა რასაც ქვია რა. ხო, მაგრამ ეხა ჰოლანდი ვის არ გააწამებს. ხო, ანუ ეგარ, მაგრამ იქ საკლუბო დონეზე, როცა არსენალი სალიბა ყავს თქვა და სისტემურად რაისია წინ, იქ ჰოლანდს არ მისცეს ამდენი საბლატაო. გუშინ ეხა ჰოლანდმა რაც უკნა გაბრიელს, რა ვიჟე, ჩემ გამოისვა იმენა. ანუ ახტომის დროს, კუთხის ჩაწოდების დროს გაბრიელმა ხელიც კი ვერ ის კი არა რომ მოუგო. ხელიც კი ვერ შეუშალა, რომ აი იქნება და ვერ დაერთხა კარგად. გადაუარა თავზე. აი გოლი იყო ის. არა, ნუ ძალიან მაგარი ხა, ის არის მონსტრი. მე ვემხრობი ეგეთ სოფლიო, როგორ სოფლიო ჩემპიონატიც არის. მე ფეხბურთში მიყვარს ეს, რომ გავიგეთ ეხა ვიღაცა ბევრი ფეხბურთელია, პუჭუ ვიღაცა, მაგრამ აი ეს თავარი ტიპები რომ თავის სიტყვას ამბობენ, ყველაზე მაგარი არის ეგ რა, იმიტომ რომ უგვამობდო რომ ფეხბურთელი ექსტრაორდინალური ნიჭის თამაშიო და ხანდახან იკარგება რა სისტემურობა ჭამს მაგ ყველაფერს რა და აქ ეგ ყველაფერი ვერ შეჭამა სისტემურობა არ არის საერთოდ არის აი რაღაც გამოფრწყინებები ინდივიდუალურად თითოეულა თამაშის სისტემურობა არის კაკას მაგაშია ხო არა ნუ არის რომ იმდენად სისტემურად გამართულია ყველა გუნდი რომ უკვე ამით ვეღარ ჩაგრავ და აი ეს ექსტრა ტალანტი ჩაგრავს უკვე ამ სისტემურობას რა მბაპე შეიძლება ეგრეთ მბაპე შეუძლია რომ ეს გაარღვიოს და მესი შეუძლია და ჰალანდ შეუძლია და ვინისიუს და კრისტიანოს და ესეთ ტიპებს რა ანუ იმ როჟებს რომლებიც არიან ექსტრა კლასის ფეხბურთელები და ამათნაირი სხვა არ არის რივალდოს ვაფასებ კიდე უფრო რა იმიტომ რომ როგორც ზორში შეჭმა ბელგიასთანაც ისმა მაგანი მაქვს და ანუ ყველა ევროპულ გუნდს მაგან მოუგო შეჭმა და მაგის ასulis მე რა დანძრეული გვაქვს აი სერიოზულად დაგვინდა იმიტომ რომ დიდი დროა მართლა ეხლა მე კიდე დღეს რაზე ვფიქრობდი იცი რომ 21 საუკუნეში არგენტინას უკეთესი შედეგები აქვს სოფლიოზე ვიდრე ბრაზილიას და რაც გამოუგნებელი ცოტათი ერთი ჩემპიონატით ეხლა ამ ეტაპზე ეგვიპტე თუ გაიარა არგენტინა მაშინ უკვე ორი ჩემპიონატით უკეთესი შედეგი ექნება მაგრამ ეხლა ისე არის რომ 2002-ში მოიგო ბრაზილიამ და 22-ში არგენტინამ მაგ თანაბრად არიან რამდენიმე ჩემპიონატებზე მე ყველაზე გავარდნენ ერთნაირად ვარდებოდნენ ბრაზილია ფინალში აღარ ყოფილა ის იყო ერთადერთი სხვაობა არის 14-ში ბრაზილია წარმონახრა ფინალამდე მოიგო
ნუ ხომ არა აი წაღაგოც არის და ხო, აი მაგითი ჯობნის არგენტინა მაგ შედეგით რა და ეხლა თუ გეგვითე თუ გაიარეს გამოვა ამ ჩემპიონატის უფრო შორს წავლენ და ეგ ჩემთვის იყო რავი არგენტინა რომ ბრაზილიაზე შორს გასულიყო ჩემპიონატზე იყო ჩემთვის წარმოუდგენელი ხდებოდა ეგეთი რაღაცეები რა ფაქტია რომ შეიცვალა ბრაზილიას უგებს საშუალო ევროპული გუნდიც უკვე ხა ნორვეგია ძალიან კაი გუნდია მაგრამ ხორვატია მაგათ ეხა ეგეთი ძლიერი არ იყო 4 წლის წინ არა ნუ ის თამაში ხა ბრაზილიამ ძალით წააგო რა ხო ძალით წააგო თუ რა ქნა ეგ აი მართლა ძალით წაგება იყო მაგ თამაშის და ეს კიდე აქაც შეეძლოთ მოგება ეგ არის მთელი როგორ გადახედო რეალურად ამ ბრაზილიის წაგებებს ხო ყველგან შეეძლოთ მოგება ესე იგი ეგ ხო არის ხასიათის პრობლემა რა რომ არგენტინასაც შეეძლო წაგება წინა მსოფლიო ჩემპიონატზე მაგრამ მოიგო ანუ იყო თამაშები სადაც შეიძლება და ვერ მოიგო მაგრამ მოიგო რაღაცებს გაგებინებს ხასიათი რა კვერცხები და ამ ბრაზილიაში რო გითხრა ტიპი რომ აი ვიღაცებს დიდი კვერცხები აქვს თან გუნდის აყოლება შეუძლია თან ავტორიტეტი აქვს თან არ არის ეგეთი ტიპი რა ფეხბურთელები არ არიან კაზემირო იყო ეგეთი ტიპი მაგრამ ის ჰქონდა რა ქვია უკვე ასაკშია აი ამ ბრაზილიის ნაკრებში თამაში არ მევასება რა ფეხბურთელები არ მევასებიან ესე აღებული ცალკე აღებული რა არა ნუ კრიზისი რო არის ხა ფაქტია სერიოზული თან ისეთი ფეხბურთელები ყავდათ და ახლა ნუ კიდე არ გაუმართლათ იმაშიც რომ მაგალითად რაფინია რო არ დამტრეულიყო კიდე კაცმა არ იცის აი ხომ არა ეგ რაფინიაც ამ ბრაზილიის ნაკრებში არ არის ეგეთ შედეგიანი გულის არა რავი მაგრამ რაფინია და რა თქმა უნდა ეხლა რაღაცაში არ გავაგათი შე რომ ძალიან უყურებთ ძირითადი შემადგენლობის ბრაზილიას ხა მithomedas არ აქვს ახლა ფუფუნება რომ ძირითადი შემადგენლობიდან ორი კაცი შეტევაში ამოვარდეს ერთი იყო პაკეტა ვინც ამოვარდა ამ თამაშში ეხა პაკეტა არ არის რაფინია გასაგებია მაგრამ ძირითადი შემადგენლობის წევრები ანჩელოტის მაგაზე ქონდა სწორება და რაფინია არის ჯესეთის გაუწდა ძალიან ბევრი ამ სოფლიო ჩემპიონატის არ გამართლება მაქედან დაიწყო ამისი ტრავმით სეზონის ბოლოს კიდე იმიტომ რომ ბარსასაც ხო დააკლდა მაგრამ თვითონაც ბრაზილიასაც გამოაკლდა იმიტომ რომ ცუდ ფორმაში შეხვდა და მე კიდე აქაც დაიმტრა და ახლა დიდი ძალაა ძალიან ამ ჩემპიონატზე ფიქრობდით ბრაზილიაზე ფიქრობდით რაფინიას და ვინისიუსზე ამ ორზე ეს იყო პირველი ორი ტიპი რეალურად და როდრიგოც ხო არ იყო საბოლოო ჯამში როდრიგოს დაიმტრა სერიოზული ტრავმი ანუ დანაკლისი ქონდა შეტევაში ბრაზილიას საკმაოდ დიდი და ნუ პლუს კიდე ცალკე ჟოაო პედრო რო არ წაიყვანა ეგეც იგორ ტიაგო ანუ თუ მიყავდა ანუ პირველ თამაში იმდენი კრიტიკა შეხვდა რომ აღარ დააყენა მე თუ აი რა ვერ გავიგე ეგეც ცოტა უცნაური იყო კი ეს საერთოდ აღარ გააკარო მე მოვიდა მე გამიკვირდა ნეიმარ სიმართლე გითხრა ნეიმარის გამოსვლას არ ველოდი აი ნორვეგიასთან რომელიც აი ძალიან მობილური ძალიან შემართული ძალიან ათლეტური გუნდი აი ნეიმარს არ ველოდი მანდ ნახდა ამ დროსთან ხო აი საერთოდ კი არა გადასაჭიროა მოსაგება ანუ ნეიმარი იაპონიასთან უფრო ადრე ველოდი რომ გამოვიდოდა სიტყვაზე იმიტომ რომ ბურთი სულ ბრაზილიას ქონდა იქ მაგრამ უბურთო ნეიმარი ჯერ პრაიმში რა იყო და ეხა იმასთან ნორვეგიასთან უბურთოთ რა უნდა ირბინოს ტიპმა რა ვიცი ანუ ცოტა სხვა რამეს ველოდი რა და აი ეგ ცვლილება მგონია რომ სწორი იყო რა ნეიმარის გამოსვლა აქ ამ შემთხვევაში სხვაგან შეიძლება გამოგიყვანა მაგრამ აი მანდ ძალიან მეუცნაურა. საბოლოო ჯამში დიდი სენსაცია არ მოხდა. არა. თავისუფლად მოსალოდნელი იყო ნორვეგიაში შეიძლება მოიგონო რომ მართლა კაი გუნდი. ჰოლანდი როცა ყავს და ოდეგორი. მე მგონი ნებისმიერ გუნდის დამარცხება შეგიძლია თუ დანარჩენებიც ხელს გიწყობენ და ამ გუნდს თუ აშკარად ხელს უწყობენ დანარჩენებიც და კაი გუნდია ძალიან და საერთოდ არ ექნება ინგლისსაც იოლიგას ერდება. კარგი იქნებოდა ბრაზილია ინგლისის ნახვა, ისე. ნორვეგია ინგლისიც არა ნორვეგია ინგლისიც კაი თამაში იქნება ხო. და ჰოლანდი რავი ახლა. ძალიან დიდი სიმპათიები თუ არა ამ ნაკრების მიმართ. ეგ ტიპი მე ძალიან მევასება, ძალიან მაგარი პერსონაჟია.